ხუთი ქართველი საუკეთესო მეფე ჩემი გემოვნებით. მე ხუთი ადგილას დავაყენებდი ფარნავაზ, პირველ მეფეს, რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ჩვენ სახელმწიფოებრიობას და გვაჩუქა ანბანი. მეოთხე ადგილას დავაყენებდი აქ გამიჭირდა და ფარსმაკველს და ერეკლე მეორეს ერთად. ფარსმაკველს იმიტომ როგორ ებლატავა რომის იმპერიას და როგორ ბოლოს ამაყადესტუმრა იმპერატორს, ერეკლე მეორეს კიდე იმიტომ რომ დაქცეულ ქვეყანა ფეხზე დააყენა და იგი რომ არა საკითხავ ახლა დღეს ჩვენ ვიარსებებდით თუ არა. მესამე ადგილას დავაყენებდი ვახტანგ გორგასაც, ჩემი ბავშვობის გმირს, რომელმაც მძიმე ვითარებაში გაერთიანა საქართველო და რიგი მშენებლობების ციხესიმაგრეების გამართა და მას ადარებდნენ დავით აღმაშენებელს, ხო ჩვენ დროშას ეძახდნენ დავითიას და გორგასლიას. მეორე ადგილას დავაყენებდი გიორგი ბრწყინვალეს, მძიმე ვითარებაში თავისი ჭკვიანური პოლიტიკით, გავლენებით გაერთიანა საქართველო, შექმნა კანონთა კოდექსი ძეგლის დება და მოჭრა ფული, ხო, რომელსაც ქვია თეთრი, ეს ნიშნავს უკვე საქართველოს ძლიერებაზე, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური და პირველ ადგილას დავით აღმაშენებელს. ეხლა მიზეზებს აღარ ჩამოვთვლი, იმიტომ რომ დავით აღმაშენებელს სოფლიოში ვაყენებ პირველ ადგილას. ძალიან გამიჭირდა ხუთეული შერჩევა და მოდი კომენტარებში თქვენი საუკეთესო ხუთეული შემიდგინეთ და დამიწერეთ.